სანამ დავიწყებთ, მინდა ხაზი გაუსვა ამ ვიდეოს აზრს. Რა თქმა უნდა, არ ვაუფასურებ ტრაგედიას, რომელიც გადახდა მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს წინა საუკუნის 40-იან წლებში. არამედ პირიქით, დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ იყენებენ პოლიტიკოსები სახალხო ტრაგედიას თავის სასარგებლოდ, თუ როგორ გადაიქცა მშვიდობის ფასის სამახსოვრო თარიღი ახალი ომების დაწყების და გამართლების ინსტრუმენტად. მოგესალმებით ყველას, მე მქვია დავითი და დღეს ვისაუბრებთ 9 მაისზე. კერძოდ კი მოსკოვში ჩატარებული ყოველწლიური სამხედრო აღლუმის ტრადიციაზე. საიდან იწყება ეს ტრადიცია და რა მიზანს ისახავს იგი? დავიწყოთ. პირველ რიგში საჭიროა ისტორიული კონტექსტი. ყველამ ვიცით, რომ 9 მაისს აღინიშნება ომის დასასრული, მაგრამ რომელი ომის? მეორე მსოფლიო ომი და სამამულო ომი არის ორი ახლო მცნება. თუმცა თუ მეორე მსოფლიო ომი არის საერთაშორისო ტერმინი, სამამულო ომს მოიხსენიებენ მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. რატომ? სამამულო ომის დაწყებად მიიჩნევა 1941 წლის 22 ივნისი, როდესაც მესამე რეიხმა შეუტია საბჭოთა კავშირს. რუსეთში დღემდე მოიხსენიება ეს თარიღი როგორც საბჭოთა კავშირის ომში ჩართვა, რაც ხდება გამიზნულად სტალინისა და ჰიტლერის კავშირის წასაშლელად ისტორიიდან. და კი, არ მოგესმათ. სრული კონტექსტისთვის გადავინაცვლოთ 2 წლით უკან, ანუ 1939 წლის 23 აგვისტოს. მოსკოვში ჩადის მესამე რეიხის საგარეო საქმეთა მინისტრი იოახიმ ფონ რიბენტროპი. იოახიმი ხელს აწერს პაქტს, რომლის მიხედვით საბჭოთა კავშირი და გერმანია თანხვდებიან თავდაუსხმელობაზე. თუმცა ამ პაქტს ჰქონდა საიდუმლო პუნქტები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის გავლენის ზონებად დაყოფას გულისხმობდა. სულ რაღაც ერთ კვირაში, ანუ 1 სექტემბერს, გერმანია თავს ესხმის პოლონეთს. იმავე დღეს საბჭოთა კავშირში სამხედრო გაწვევის ასაკი იცვლება 21 წლიდან 18 წელზე და 17 სექტემბერს საბჭოთა არმია შედის პოლონეთში და იკავებს ჰიტლერთან წინასწარ შეთანხმებულ აღმოსავლეთ ნაწილს. 22 სექტემბერს ვერმახტმა გადასცა წითელ არმიას პოლონური ქალაქი ბრესტი, რასაც გერმანიისა და საბჭოთა ჯარების საერთო აღლუმი მოყვა. ამ ამბავზე საბჭოთა კავშირის სამხედრო ქმედებები არ მთავრდება. 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა კავშირი შეიჭრა ფინეთში. ეგრეთ წოდებული ზამთრის ომი გაგრძელდა 3 თვე-ნახევარი და ბოლოს საბჭოთა კავშირმა გამოაცხადა საკუთარი გამარჯვება, რადგან ფინეთის ტერიტორიების 11%-ის დაკავება შეძლო. თუმცა ამ ტერიტორიებში სამარცხვინო ფასი გადაიხადა. რომ შევადაროთ უზარმაზარი საბჭოთა კავშირის და პატარა ფინეთის დანაკარგები, გაგვიჩნდება ლოგიკური კითხვა. სწორია თუ არა ამ ომში გამარჯვებულად საბჭოთა კავშირის ჩათვლა. რომ ხვდებოდეთ მასშტაბებს, ფინეთმა დაკარგა 26,000 ჯარისკაცი და 40,000 დაშავდა, ხოლო საბჭოთა მხრიდან ომს 127,000 ჯარისკაცი ემსხვერპლა და 265,000 დაშავდა. რომ შევაჯამოთ, საბჭოთა კავშირმა აჩვენა სამხედრო მომზადების საკმაოდ დაბალი დონე, რამაც ჰიტლერს შემატა თავდაჯერებულობა. ამის საფუძველზე 1941 წლის 22 ივნის მესამე რეიხი უტევს საბჭოთა კავშირს. ყველამ ვიცით თუ როგორ დამთავრდა ეს გერმანიისთვის. ანტიჰიტლერულმა კოალიციამ, რომელიც შედგებოდა საბჭოთა კავშირის, ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან, დაამარცხა მესამე რეიხი და 1945 წლის 8 მაისს გერმანია აწერს ხელს კაპიტულაციას, რომელიც საბუთის თანახმად ძალაში შევა 9 მაისს. ამ მოვლენებზე საბჭოთა და შემდგომ რუსულ ისტორიულ წიგნებში მთავრდება სამამულო ომი, თუმცა მეორე მსოფლიო ომი გრძელდებოდა იმავე წლის სექტემბრამდე. ანტიჰიტლერულ კოალიციას დარჩა ბოლო, ერთი მოწინააღმდეგე იაპონია, რომელსაც საბჭოთა კავშირი იმავე წლის 8 აგვისტოს უცხადებს ომს. იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა 2 სექტემბერს, რაც ითვლება მეორე მსოფლიო ომის ოფიციალურ დასასრულად. თუმცა საბჭოთა კავშირისთვის განსაკუთრებულად მძიმე და სისხლიანი იყო ბრძოლა უშუალოდ ნაცისტურ გერმანიასთან. აქედან გამომდინარე ჩვენთვისაც, როგორც SSRK-ს ყოფილი წევრი ქვეყნისთვის, ომის დასასრულთან ასოცირდება 9 მაისი. ომმა გამოიწვია უზარმაზარი დანაკარგები. საბჭოთა კავშირმა ჯამში დაკარგა 26 მილიონი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის 300,000-ზე მეტი ქართველი. ეს ნამდვილად გახდა ეროვნული საერთო ტრაგედია. სტალინს ეშინოდა ხალხის გაერთიანების, შესაბამისად 9 მაისის წლისთავებზე სამხედრო აღლუმების გამართვას არ ჩქარობდა. 1946 და 47 წლებში 9 მაისი გამოცხადდა დასვენების დღედ. შემდეგი წლები კი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, როგორც ადრე. 9 მაისს აღნიშნავდნენ სახლში, ოჯახთან ერთად, დაკარგული მეგობრებისა და ნათესავების ხსენებით. 9 მაისის პირველი აღლუმი ჩატარდა 1965 წელს, გამარჯვების 20 წლის თავზე. შეიძლება თქვენს მშობლებს ან ბებია-ბაბუას გაუკვირდეთ და თქვან, რომ იცი რა,
მე კარგად მახსოვს ყოველწლიური სამხედრო აღლუმი და ისინი მართლებიც იქნებიან. ყოველწლიური სამხედრო აღლუმები, რომლებიც მათ ახსოვს, ტარდებოდა 7 ნოემბერს, სოციალისტური რევოლუციის დღეს. უფრო მეტსაც გეტყვით, საბჭოთა კავშირში 9 მაისის აღლუმი სულ 3ჯერ ჩატარდა. 1965 წელს ომის 20 წლის თავზე, 1985 წელს ომის 40 წლის თავზე და 1990 წელს ომის 45 წლის თავზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოციალისტური რევოლუციის დღის აღნიშვნამ დაკარგა აზრი. თუმცა რუსეთი აუცილებლობად თვლიდა საკუთარი სამხედრო ძალების დემონსტრაციას. შესაბამისად 1995 წლიდან ყოველწლიური სამხედრო აღლუმი ტარდებოდა არა 7 ნოემბერს, არამედ 9 მაისს და ხაზს უსვავდა ფაშიზმზე გამარჯვების იდეას. 2000 წლის 7 მაისს რუსეთის პრეზიდენტი ხდება ვლადიმერ პუტინი, რომელიც 9 მაისის ირგვლივ ქმნის ნამდვილ კულტს. В России глава государства всегда был и будет человеком, который отвечает за все, что происходит в стране. Мы обязаны беречь достигнутое, хранить и развивать демократию. Сейчас вы видите, как вот уже в новом качестве, в сопровождении, тем не менее, начальника своей охраны, Владимир Путин проходит по Андреевскому залу. Далее. თარიღი, რომელიც ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის იყო განკუთვნილი, სახელმწიფომ გადააქცია ომის წაქეზების დღედ. ლოზუნგები იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და რა საშინელება არის ომი, ძალიან მალე გადაიქცა ლოზუნგებად იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში ბერლინს ისევ ავიღებთ. 2000-იანების მეორე ნახევრიდან ყოველწლიური აღლუმის განუწყვეტელი ნაწილი ხდება გიორგის ლენტი, უпростоრად კი წმინდა გიორგის ლენტი და კი წმინდა გიორგი არ მოგესმათ. ამ ლენტის ისტორია არ უკავშირდება არც სამამულო ომს, არც რუსეთის ფედერაციას და არც საბჭოთა კავშირს. წმინდა გიორგის ლენტის ფესვებს მივყავართ რუსეთის იმპერიისკენ, კერძოდ კი ყველასთვის ცნობილი ეკატერინე მეორის მმართველობის პერიოდში. ლენტი იყო შექმნილი 1769 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს, როგორც ჯილდო განსაკუთრებული სიმამაცის გამოჩენისთვის. რომ შევაჯამოთ იდეოლოგიური აჯაფსანდალი, სოციალისტური რევოლუციის დღე, ანუ იმპერიალიზმზე გამარჯვების დღე, გადაიქცა ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულად, რომლის გაფორმებაში შემოვიდა მე-18 საუკუნის იმპერიული სიმბოლიკა. როგორც უკვე ვახსენეთ, 9 მაისი გადაიქცა ახალი ომების წაქეზების დღედ და ჩვენთვის ტრაგიკულად ცნობილ 2008 წელს 9 მაისის აღლუმზე პირველად გამოდის მძიმე ტექნიკა. ხოლო 2014 წლიდან ყირიმის ანექსიის შემდეგ დღესასწაულის ბიუჯეტი იზრდება წარმოუდგენელი სისწრაფით. სამამულო ომში გამარჯვების დღესასწაული იქცევა რეჟიმის სასიცოცხლოდ აუცილებელ პირობად, რომელიც რუსეთის მოსახლეობას აჯერებს სახელმწიფო დიდებულებას, ხოლო ქვეყნის გარემაყურებელს აშინებს ტექნიკის მასშტაბითა და რაოდენობით. თუმცა როგორც ეს ხშირად ხდება, რეალობა აღმოჩნდა სხვა. ამ წლის 24 თებერვალს შესრულდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის 4 წელი. ჯარი, რომელიც ყოველწლიურ აღლუმზე ტრაქს იხევდა ტექნიკის დემონსტრირებით, მე-5 წელი ხოცავს და თვითონაც კარგავს ასობით ათას ახალგაზრდას. და რაც ყველაზე წარმოუდგენელია, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მხრიდან ერთმანეთის წინააღმდეგ ომობენ იმ მებრძოლთა შვილიშვილები, რომლებიც ოდესღაც ომობდნენ აბსტრაქტული მშვიდობის იდეისთვის. რომ შევაჯამო, 9 მაისი არ არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ეს არის გერმანიაზე გამარჯვების თარიღი, ხოლო ფაშიზმი წითელმა არმიამ ჯილდოს სახით წაიღო სახლში.